გამარჯობა. კაი ხალხს, კაი ქართველებს, კაი ბიჭებს, კაი გოგოებს უყელას. ეს მაგარი ადგილი დიდიღომშია. ეს მამაჩემის და დედაჩემის მოვლილი ბაღია. აი როგორი ბალია. მერე კიდე გაგატარებ და გაჩვენებ. იქით თეთრი ბალია. იქით ასეთივე ბალია, იქით წითელი ალუბალია. ვაფშე ყველაფერს გაჩვენებ. და ჩათვალეთ რომ შემოგთავაზეთ და თქვენ კიდე მიირთვით და მოგეწონათ. აი ესე. ეხლა ეს რაზე მინდა გელაპარაკოთ. მინდა გელაპარაკოთ სხვადასხვა დარიგებებზე, რომლებიც ჩემი პრაქტიკით და ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით შევიმუშავე. და თქვენ და ყველას ვის დაეხმარება ცხოვრება უფრო ლამაზად გაიაროთ რა, უპრობლემოდ, უჩხუბრად. ლამაზად, სასიამოვნოდ. ეხლა აქ ჩამოწერე გეგმა. ხო, როგორც გითხარით რა, ესე იგი ეს ბაღია დიდიღომში არის. დიაჩემის და მამაჩემის გაზდილია ეს ყველაფერი. აქ არაფერი არ იყო, ძალიან მინდორი იყო. მადლობა ღმერთს წყალი არის. ხოდა? აი ესენი უკვე ამხელები გაიზარდნენ, აი. დღეს არის 29 მაისი 2016 წელი. პირველ დარიგებას ასე ქვია. დარიგება კლიენტებისა. ეხლა მე ხომ მუშაობ, საკეთებს უყენებ იქით-აქეთ და მინდა დაგარიგოთ კლიენტებს, ასე ვთქვათ, ადამიანებს, ვინც მოიყვანთ სახში ხელოსანს. როგორ უნდა მოექცეთ ხელოსანს, როგორ უნდა მისცეთ დავალება, მე როგორ უნდა შეამოწმოთ. როგორ უნდა ჩაიბაროთ საქმე. ისე რომ კლიენტის ხელოსანის მადლობელი დარჩეს. არც თქვენ დარჩეთ უმადური. და მეორედ რო შეხვდებით ერთმანეთს, გამარჯობა უთხრათ და ხელი ჩამოართოთ და გაგიხარდეთ ერთი მორის ნახვა. ეხლა ზოგს აგონია რომ ხელოსთან სულ თავზე უნდა ადგე და ყველაფერი შეუმოწმო და ყველაფერი ისა და ერთი გაქანება არ უნდა მიცეს ყველაფერი თვითონაც ნერვიულობთ და ხელოსთანაც ანერვიულებ. ხელოსთანს საერთოდ თუ ხელოსთანმა არის ის საქმე აუ ბაიე მაგარი ქარია ნეტა რამე ისმის აქ ვაფშე კაი კამერა უნდა ვიყიდო, რომელსაც იეთ ფუნქცია აქვს, რომელსაც ისა შრიალი არ ექნება რა. ეხლა შეიძლება ქარისმა არის და მოკლედ, ცოტა ახლოს დგევარ. ბაი, ხო კარგად ჩანვარ იმაში. თუ ძალიან ახლოს ვარ. ხო, ახლოს იმიტომ მოვედი რომ შრიალი არის. ესე იგი, თუ ხელოსანმა საქმე არ იცის, რაც არ უნდა თავზე დაადგე, რაც არ უნდა აკონტროლო, არა? აზრი არ აქვს, ის მაინც ვერ გააკეთებს. ტყუილა ნერვებს მოუშლით. თვითონაც მოიშლით ნერვებს. თუ ძალიან არ გეჩქარებათ, არა ჯობია უთხრათ, რომ კარგად იყავით ძმაო და მერე სხვა მოიყვანო. ეგ ერთი. მერე მეორე. მიდით ხელოსანთან და დაარიგეთ, რომ ეს უნდა გააკეთო და ეს უნდა გააკეთო. და იქ ნუ დაადგებით თავზე. გამოიარეთ. წადი, თქვენი საქმე ნახეთ, გააკეთეთ. მოდით ისევ დახედეთ, რას აკეთებს. აი ესეთ საქციელს საერთოდ კაცური საქციელი არ უნდა დაგავიწყდეთ არსად. არც ხელოსანთან, არც მეგობართან, არც შვილთან, არც ცოლთან. კაცური საქციელი ყოველთვის ფასობს. ხელოსანი ყოველთვის დაინახავს თქვენ კაი საქციელს, თქვენ კაცურ კაცობას და მით უფრო კარგად მოგექცევა. თუ ის კაცი ისიც კაცური კაცია, მაგრამ თუ არ არის კაცური კაცი, კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ არაფერი არ გიშვებით რა. ტყუილა ნერვებს თუ იშინ, ნუ ითხრით, ნუ ეჩხუბებით. აი მის თქვა მინდოდა რა, რომ ხელოსანთან როგორ უნდა მოიქცეთ. ხელოსანი თავიდანვე შეარჩიეთ ჭკვიანურად. დაელაპარაკეთ, ჯერ შეიძლება ხელობის გარდა პროსტა ადამიანი უნდა იყოს. უნდა კარგად დაგეგმოს, დრო უნდა განსაზღვროს. აი მაშინ შეეტყობა რომ იმან იცის თავის საქმე. შეეკითხეთ, რამდენი დრო დაჭირდება. ვინც გეტყვით რომ აუ რა ვიცი. კი შეიძლება ზუსტად ვერ გასაზღვრო, მაგრამ სატელეფონო ლაპარაკის მერე ნებისმიერ ხელოსანი მიახლოებით გეტყვით რამდენი დრო დაჭირდება იმას. ან გეტყვით რომ უნდა მოვიდე
და კონსულტაცია გავაკეთო და მე გეტყვით ზუსტად. გამიგეთ? მე კიდე რამინდა გითხრათ, სანამ რამე ცოტათი მაინც სერიოზულ საქმეს გეგმავთ, აუცილებლად მოიყვანეთ ჯერ ხელოსანი და გააკეთებინეთ საქმის შეფასება და აღწერა. და ამაში აუცილებლად ეცადეთ რომ მისცეთ ფული რაღაც ანაზღაურება. თუნდაც მცირე, აი დავუშვათ ჩვენ პირობებში 10 ლარი, 20 ლარი, გამიგეთ, ეს ძალიან დაგიფასდებათ. იმიტომ რომ ყველა ხელოსანს ეზარება მისვლა იმის გამო რომ იქ ილაკლაკოს. და მე ჯიბებში ხერა ჩაეწყო და მე უთხრათ რომ მადლობ და წაბძანდით და მე დაგირეკავთ. ბებია თქვენისამ რა, მე დაურეკავთ რა. არც მე და არც ერთ ხელოსანს არ აქვს სიამოვნებს ეგეთი ლაპარაკები. ხო და როდესაც ხელოსანმა არ იცის რომ მას ის ლაპარაკის ერთსათიანი დროის გარკვევა აუნაზღაურდება. ყველა ეცდება რომ არაფერი წესიერი არ გითხრათ, ან მოგატყუოთ, ან ჩქარა გითხრათ რაღაცა და აი ესე ჩქარა მოგიშორო თავიდან რა. ამიტომ აი ესე ამ დარიგებას კიდე ერთხელ ვიმეორებ, კონსულტაციისათვის ეცადეთ რომ თუნდაც მცირე, მაგრამ რაღაც თანხა გადაუხადეთ. თუნდაც ის ტაქსის ფული 10 ლარი, ანუ უკან წინ და უკან სიარულის. ძალიან ბევრს მოიგებთ. ეხლა შემდეგი. ეხლა ხელოსნებისადმი დარიგება. რა უნდა გითხრათ ეხლა ხელოსნებს? ეხლა ის რო გითხრათ რომ მე პირველ რიგში რა მინდა გითხრათ, მაგრამ ამას როგორ მოახერხებთ, არ ვიცი. მუდმივი წინსვლა, მუდმივი დასპეციალობა თავის საქმეში. მუდმივად ახალი ინსტრუმენტების ძებნა. ეხლა ვიც ძვირგასწრდები არიან, იმათ რაღა უნდა ასწავლო, იმათი დრო ჩავლილია და იმათი წისქვილი დატრიალებულია, მაგრამ ვიც ახალგაზრდები ხართ და ეხლა შედიხართ საქმეში რა. რა ვიცი ეხლა სახელმწიფოს რო უთხრა რომ კურსები ჩაგიტაროთ, როგორ უთხრა, იმას თავისთვის ვერ მოუვლია, თქვენ რას მოგივლით, მაგრამ აი ესეთი გაკოთილი რომ ეცადეთ რომ ნახეთ მაინც YouTube-ებში, ვიდეოებში ნახეთ. როგორ უნდა მუშაობა. თანამედროვე მეთოდები, თანამედროვე ინსტრუმენტებით რომ ჩქარა გააკეთოთ. მერე პატიოსნება, აი მინდა მოგიწოდოთ პირდაპირ პატიოსნება და კიდევ ერთხელ პატიოსნება. არ ეცადოთ მოატყუოთ კლიენტი და ის ჩქარა გააკეთოთ ფული. ის სიამოვნე თვითონ თქვენი ნამუშევარით და ის სიამოვნე თვითონ თქვენი იმ კლიენტის მადლიერებით, რომელიც თქვენ გეტყვით მადლობას. ეხლა ზოგს ხშირი გავრცელებულია, მისცემენ ხელოსანს 50 ლარისა დაუშვათ წადი იყიდე, დაუშვათ კრანი, წავა და 20 ლარისას იყიდის და 25 ლარის გამო ბოდიში ერთ ადგილს აძლევს რა. მე საცუდავ კლიენტს გონია რომ ის კარგი რაღაცა გააკეთა. გავა 3 თვე და ის კრანი წყალს უშვებს. არ გააკეთოთ ხალხო ეს. აი ხლა უკვე მე რა დარიგებას გაძლევ. იყავით პირდაპირები და ვაშკაცურები. პირდაპირ უთხარით რომ ის კარგი კრანი ის 50 ლარი და ის ხელობაში რომელიც თქვენ გინდათ რომ დაგჭირ. აუცილებლად ხელობაში გინდა დაგჭირს 50 ლარი. და არა 30 ლარია, 20 ლარი. უთხარით რომ ის ღის 50 და ხელობაც ღის 50. მოიქეცით ვაშკაცურად, ეცადეთ რომ ასიამოვნო, ეცადეთ რომ თქვენი სახელი დარჩეს იმის მეხსიერებაში 10 წელი, 20 წელი. არ არის მთავარი ფული ამ ცხოვრებაში მთავარი არის კაცური კაცობა, პატიოსნება, სახელი. აი რა არის მთავარი. ის ფული გაგითავდებათ და შეჭამ მაინც დაბერდებით, მაინც დედაგეტირებათ, არაფერი არ გიშვერებთ. დატოვეთ სახელი, კაცური კაცის სახელი დატოვეთ კლიენტებს. სიამოვნებდეთ რომ ის თქვენი დაყენებული კრანი, ან ის თქვენი საკეტი, ან ის თქვენი შეღებილი იქნება 10 წელი, 20 წელი. თქვენ აღარ იქნებით, მაგრამ თქვენი დაყენებული კრანები და საკეტები იქნება. თქვენი შეღებილი კარებები ისევ იქნება. აი ეს სიამოვნებდეთ. ეხლა შემდეგი დარიგება მაქვს მძღოლებისადმი. მე ხომ მძღოლი ვარ და დღეს ყველა მძღოლია რა, ვინც ანაბანა ისწავლა და ფეხი აიდგა და
რა მინდა გითხრათ ეხლა ის მინდა გითხრათ რომ დავუშვათ ქუჩაში რამე ავარია მოხდა აი გაკაწრეთ გამოკაწრეთ ერთმანეთი აქ როა მიღებულიო ცოტათი შეეხო მანქანა პატარა ცარაპკა მიიღო ხო აუ გადმოვლენ და ასე უყურებენ და ნერვიულობენ თითქოს იმის წორსამ რორსულობა დაეკარგა რა იყო რა განერვიულებ თქვენ კაი ხალხო ეს რკინა ან გაიფხაჭნება ან გამოიჩავნება ან შეიღონა ჩაოლებრივ მივუდექით ამ საკითხს საცამხელა მანქანა ყავდა იმის ფული გაქვთ სატაროთ ხო იმის 100 და 200 და 300 ლარს და გინა 1000 ლარს მაინც იშოვე ისი არ დარჩება რომ თქვენი მის ფული ვერ გააკეთო ნუ დაელოდებით მოხერ პატრონს და ნუ ეჩხუბებით მაინც ერთმანეთს ხელი ჩამოართვით ერთმანეთს გადაკოცნეთ და გაიარეთ რა რამდენჯერ მინახია პატარათი აესე შეხებაზე დგანან ორი მანქანა და ამოდენა პროფკა გადაკეტილი ელოდებიან ერთმანეთს მაინც კანონს კი არ უნდა უყოდა სახელმწიფოს ხო და სახელმწიფო რა დღეშია ფეხებზე კიდიხართ თქვენა თქვენ თვითონ მიხედეთ ერთმანეთს და თქვენ თვითონ მოუარეთ ერთმანეთს და თქვენ თვითონ გაუფრთხილით ერთი მეორის დროს უკარო დაგედგებათ მთელი ჯარი მანქანები აი მის თქვა მინდოდა რა კაცი გაღიმება გამარჯობა არაფერია ძმაო კინა გაიჩაბნება რაღაც მოუვა გადაკოცნით ერთმანეთი და всё გაიარე წადი მოდი აქ სახარ მოდი მოდი რა მოდი აი აქ რასტერია მოდი მოდი აი ეს არის ზახარა მამაჩემი ცოტა აი მისი მოყვანილია ეს ბალი ეს ვენახი ყველაფერი ამისი მოულილია ნახეთ რა მაგარი თოხია კაი სუპერ თოხია ამ თოხს ბევრი ამის გაკეთება შეუძლია 88 წლის კაცია ლომივით არის ეხლა რა მინდა გითხრა ესეთი სათაური აქვს დარიგება პრარაბებისადმი ვინც იღებს სახელმწიფო საქმეებს ვისაც აკეთებთ გზებს და იმებს სახელმწიფო ობიექტებს ხალხო გეხვეწებით და გემუდარებით ნუ გამოეკიდებით ამ ფულს ნუ გაღორდებით გააკეთეთ წესივრად პატიოსთან თქვენი საქმე ნუ ჩაიჭიბავთ იმ ფულს ნუ მოტეხავთ რა თქინათ ის ფული შობერძაღლი ფული არ გიჩვენიათ რომ იმ საქართველოს კაცურად მოემსახუროთ თქვენი სახელი დარჩეს ის გზა იყოს 10 წელი 20 წელი 5 წლის მაგივრად არ არის ეს ფული მთავარი ხაი გესმით თუ არა თქვენ დაბერდებით და მოგეწყდებათ კარგი სტრაკე მაინც არაფერი არ გიშველი და ის გზა კიდე დარჩება ის გზა საქართველოს შემოინახა მე თქვენი აი ემალაზე ხარ რა ხელა გოგო რა აგდელე ჰოდა აი მის კომენტოდა რომ პატიოსნება ნუ გავიწყდებათ რომ კაცობასაც ძალიან დიდი ფასი აქვს ცოტა გადახრილია რაია კაცობას ძალიან დიდი ფასი აქვს არ არის მარტო თავარი გაყურებულო მუცელი ასე გაისიო და სამი ბინა დაუტოვო შვილებს და იმათ სამისა აი მე ახლო იმიტომ მოვდივარ რომ ისა მინდა რომ ხმაის მოდეს თორე ეგრე კი დავგებული ესე იგი ვისაც გავალიათ ეს სახელმწიფო ბაი რას აკეთებ დადე და ის გაასწორე თვითონ ესე იგი ვისაც გავალიათ სახელმწიფო ობიექტების მშენებლობები არ მოიპაროთ ფული ხალხო გახსოვდეთ ადამიანებო გაიგეთ თუ არა გააკეთეთ წესიად ეს თქვენი გზები საქართველოს ჩვენ თუ არ მოუარეთ სხვა არავინ არ მოუვლის და არავინ არ მიხედავს საქართველოს არც ამერიკა მიხედავს და არც იმისთვის ისინი რო არიან პაწელნიკები იმათ სუფეხებზე კიდიათ იმათ რაც უფრო მეტად დაინგრევა საქართველოს და დედაეტირება ისინი მით უფრო გახარებულები იქნებიან და ჩვენ ქართველებმა ჩვენ უნდა მოუვაროთ ჩვენ სამშობლოს ეხლა დარიგება ჟურნალისტებისადმი რამდენი ის არის გასული დრო 14? ხო, კაი.
ახლა ჟურნალისტებს რა მინდა გითხრა. განსაკუთრებით ამ მეხუთე კოლონის ჟურნალისტებს, ბიჭო. კი გასაგებია რომ ფულს გიხდიან ეგენი, მაგრამ რა უნდა გელაპარაკოთ, თქვენ სულ ახალგაზრდები ხართ, მან სულ ყველანი ერთ სერიოზული არავინ არ აქვს, მაგრამ მაინც გეტყვით რა. ჩართეთ წესიერი ტელევიზიები, სადაც აი ნორმალური ქვეყნებში არის. გინდა რუსეთის არხები, გინდა ბელორუსიის არხი. ჩართეთ, ნახეთ როგორ მიყავთ იქ გადაცემები. დააცადეთ ის ადამიანი რომ მოკავთ რესპონდენტი, დააცადეთ ლაპარაკი გამოთქვას თავის აზრით. მერე ნუ ჩაერევით შუა სიტყვაში, კაცო, ოჯახში არ გაიზარდეთ, სათხად გაზრდილები გამაგებინეთ. ტყეში ხართ გაზრდილები, ან კიდევ ზღვისპირზე ხართ გაზრდილები, სადაც ის არის, რა ქვია, ტალღების ხმაური? ადამიანები არ ხართ, კაცო. ოჯახში დედას და მამას და შვილს ეგრე ლაპარაკებით, რომ არა ცდით ლაპარაკს. დაურეკეთ უთხარით, თქვათ ისა გიზით რესპონდენტი, ხო? დავუშვათ ბატონო შალვა, თქვით თქვენი აზრი ამის შესახებ, ხო? დააცადეთ იმ კაცსა, თუ ძალიან გაუგზელდა, როგორც ამ უსიწყვილო გათახსირებულ პოლიტიკოსებმა იციან, რომ არათავებენ თავისთავად. უკაცრავად თქვენი პასუხი ის რომ გავიდა უთხარით. ეხლა სხვა შეკითხვა უნდა დაგისვათ. და როცა ის გაჩუმდება და ჩაიგდებს ენას უცელში, მერე უთხარით თქვენი შეკითხვა. ეხლა ნამუს მე თქვენ ვერ გასწავლით და იმას როგორ უნდა მოიქცეთ. სწორი გზა რომელია, მაგრამ ელემენტარული ზრდილობა დაიცავით ეთერებში. ეხება რუსთავი 2-საც, იმედსაც და პირველ ახსა და ვაფშე ყველას არც ერთი ვარ გიხართ მანდა. ეხლა მინდა დაგარიგოთ გოგოები და ბიჭები. ეხლა რო ისდებით და ეს სიყვარულის და ეგეთ პერიოდი რო გავა. ხო ხედავთ როგორ გვიტევენ და გვინდათ თუ გიუნდათ რომ ბიჭები ბიჭებთან დააცოლქმარონ და გოგოები გოგოებთან. არ დაუჯეროთ ამათ. ამ გათახსირებულებს ამათ. შეიყვარეთ ერთმანეთი, შეხვდით. აუხსენით სიყვარული. იცოდეთ რომ თავარი ცხოვრებაში რასაც შექმნით. ეს არის დაოჯახება და ბავშვის გაჩენა. ამაზე მეტი და ძვირფასი არაფერი არ არის. არც ფული, არც ბინა, არც ჯინსი, არც ჯიპი, არც მერსედესი, არაფერი. თუ ბუნებამ გაგაჩინა ჯამთელად, ჩვეულებრივ ნორმალურ ადამიანად, გახსოვდეთ რომ თქვენი მთავარი ფუნქცია ამ ცხოვრებაში არის დაოჯახება. ცოლის მოყვანა, შვილის გაჩენა. არ აყვეთ ამ პროპაგანდას, ამ საზღვრებს. იცოდეთ რომ იმათ უნდათ რომ თქვენ შვილი კი არ გაგიჩნეთ, თქვენ ძაღლი მოიყვანოთ სახში და ძაღლი გაზარდოთ. და იმის ბეწვები ჭამოთ. და თუ ეს არა კიდე და მაშინ წაიყვანოთ და თქვენი ის ადამიანი მოიყვანოთ და მერე შვილად დაიყვანოთ, არ ვიცი, ხელოვნურად გაკეთებული თუ რანაირად გაკეთებული ვიღაცა. ხო და ამის თქმა მინდოდა რა, ეს ხო მივხვდით თქვენ უკვე, ხო? всё. აი ამ ნიცუთი გავიდა. ეხლა მოდი ამ თეთრ ბალთან წამოიღეგა, ეგრევე. ეს თეთრი ბალი. დავთ როგორია. აგარი ბაღია რა. ეთქობა ეს დიდი დიღომის მიწა. დაიშა. ეთქობა კაი მიწა ეს დალოცული, არ ჩვენი მიწა. ძალიან შავი მიწა არ არის. ასე ვთქვათ, ჟანგირო აურიო მიწაში იმფერია, მაგრამ ნოყიარი მიწაა მაინც. ეხლა დარიგება მასწავლებლებისადმი. მასწავლებლებს მინდა მიმართო. კარგი საქციელი, ბავშვების სწავლა, ბავშვების სკოლა. ხელფასი არ არის დამოკიდებული, გაიგეთ. ნუ იტყვით რომ ხელფასი მაქვს ცოტა და იმიტომ თავი რატო უნდა მოვიკლა. თქვენ თავი იმიტომ უნდა მოიკლათ რომ ხართ საქართველოს შვილები. და საქართველოს ახალგაზრდობა უნდა გაზარდოთ, უნდა ჩამოაყალიბოთ კაი ადამიანებთან. გესმით თუ არა? ნუ გაგაღორათ ამ ამერიკან ფულზე და დოლარებზე და ყველაფერი ფულის ეკვივალენტში ნუ გადაგხავთ. იგივე როგორც მინისტრები, აუ იმას ცოტა ხელფასი ეგრე მაშინ უნდა მოიპაროს. ტყვია შუბში იმას. როგორც სტალინი აკეთებდა. სტალინის დროს მინისტრს ოროთახიანი ბინა ჰქონდა.
პროსტა საჭმელი ქონდა, პროსტა ტალონებზე ურიგოთ ატარებდნენ ტალონებზე. მეტი არაფერი. რა იმას სასახლე ქონდა და იმას ჯიპი ქონდა. იმიტომ რომ იმან იცოდა რომ თუ მოიპარავდა და უშნოდ მოიქცეოდა. იმას დახრეტა ქონდა. ეხლაც ეგრე უნდა იყოს. როგორი ქვეყანაც ვართ, ისე უნდა მოვიქცეთ. ანუ მასწავლებლებს მოგმართოთ კიდე ერთხელ. გულიანად ეცადეთ ასწავლოთ ბავშვებს. თუ რამე ხარვეს ხედავთ სკოლაში, ეცადეთ რომ გამოასწავლოთ. ეცადეთ რომ თქვენი მთავარი ამონაგები იყოს სიყვარული ბავშვების და სიყვარული მშობლების და საქართველოს პატივისცემა და დამსახურება. ეს სასიზღარი მთავრობა თქვენ არც ჯირდოებს გაძლევთ, არც რამე წახალისებებს გაძლევთ. მარტო ფულზე გაგაგიშათ და ხელფასებს. არა ჩათვალეთ რომ აი კარგად მოიქცევით საქართველოს ვირტუალურად ერთი ორდენი აიღო და ჩამოკიდათ მკერდზე. აი ჩათვალეთ რომ ის ორდენი ყველა ხელფასზე ძვირფასია. რომ ის ყველა ბინაზე და ჯიპზე და ყველა მერსედესზე უფრო ძვირფასია. აი ეს იყო ჩემი დარიგება მასწავლებლებისადმი. აი მოდი ახლა მარცხნივ. თუ გინდა ისაკეთ. მოხსენი და შპილკიდა. ეგრე არა, შპილკიდა. შპილკიდა. ანათარი რა. ახლა მინდა აჩვენო მარცხნივ ცოტა ხანი. აი ესე მოუჭირე ხელი და მოხსენი. აი მარცხნივ. აჩვენო გუჭამ. უი რაღაც